და უცხოეთის დღის მთავარი ამბების შემდეგ საქართველოს პარლამენტი ვადამდელი არდადეგებისათვის ემზადება დღეს დეპუტატები ბოლოს ხტომას გამართავენ და წინასწარ კამპანიაში ჩაერთვებიან. საკანონმდებლო ორგანო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს არჩევნების შემდეგ დაუბრუნდება. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პარლამენტი საგანგებოს ხტომაზე შეიკრიბება. ვადამდელი არდადეგების გამოცხადებას დეპუტატების ერთი ნაწილი აპროტესტებს. ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო კამპანია პარლამენტის მუშაობაზე არ უნდა აისახოს. და საკითხებს განიხილავს პარლამენტი ამ თვის ბოლოს ხტომაზე ამის გარკვევას ეკასოსელია ცდილობს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოდან ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ეკაგისმენთ. არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო სესია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაიწყება ზუსტად 1 საათში. დღეს იგეგმება დიზაინის შესახებ კანონის საბოლოოდ მიღება, ასევე დღესვე იგეგმება კანონის შესატანით ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა, რომლებიც პანსიონატებში ცხოვრობენ, პენსიის აღდგენას, ასევე დღესვე დეპუტატები საბოლოოდ მიიღებენ ცვლილებას, რომელიც ავალდებულებს სათამაშო აპარატების მქონე პირებს სამორინეების მსგავსად დაამუქონ საკუთარი სალონები და ასევე დღესვე დეპუტატები მეორე მოსმენით განიხილავენ კადეტთა კორპუსის აღდგენას და გარკვეულ პირთა ადმინისტრაციული სახთელისაგან გათავისუფლების შესახებ კანონ პროექტს. დღეს არის ბოლო სესია, რომელიც 30 მაისამდე გაიმართება. ასეთ გადაწყვეტილებას დეპუტატები იღებენ ნებისმიერი არჩევნების წინ, როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, გამომდინარე იქედან, რომ დეპუტატები იმყოფებიან წინასაარჩევნო რეჟიმში, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისევე ოპოზიციის წარმომადგენლები მართავენ აქტიურ შეხვედრებს ამომრჩეულთან და სწორედ ამიტომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული აუცილებლობების გარდა საპარლამენტო სესიები 30 მაისამდე აღარ ჩატარდეს, თუმცა საკომიტეტო მოსმენები გაგრძელდება. რეგლამენტით გათვალისწინებული ბოლოს ხტომა მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანია და ყოველთვის არჩევნების წინ, როგორც საპრეზიდენტო საპარლამენტო, იგივე რეჟიმი არის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ერთი თვით ადრე არჩევნებამდე პარლამენტის ხტომები ჩატარდება მხოლოდ საჭიროებისამებრ, ანუ თუ იქნება რაიმე გადაუდებელი საკითხი, ისი მიიღებაც აუცილებელი იქნება, მაშინ პარლამენტის პლენარული ხტომა შეიკრიბება, თუ არა და პლენარული ხტომები